Ძირფასო მეგობრებო, ხოთძია სალმო, ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ჩემო კარგო. ყველაფერს ერთად. მოგესალმები. წარმატებებს გისურვებთ ასე შემდეგ. როგორ ახართ? კარგად ვარ, მიხარია ახალი წელი. ხო, მე მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ არ ვაპირებდით მე შენთან. ხო, აი, რაღაცა ძალიან გამიზალიანდი იქ ტელეფონში. მაგრამ ისე დამარწმუნე, რომ აი ამ რაღაცა რთულ მომენტში ჩვენ უნდა მეტი ხალისი მივცეთ საზოგადოებას და მიხარია რომ აქ ვარ შენთან ავარ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან საყვარელი გადაცემაა და დიდი მადლობა. მე მიყვარს კომპლიმენტები და ზოგადად ხშირად თუ მეტყვი ხოლმე, თუ კარგი იქნება. გეუბნები, რაღაცას რო უყურებ ხოლმე, სხვა შორის ძალიან ხშირად მთელი ოჯახი აქფთოვანებული ვართ თქვენი მუშაობით და სტილით და ხარისხით და ყველა ვინც ამაში მონაწილეობს და ძალიან ბევრ პოზიტივს იძლევით. დიდი მადლობა, მიირთმევ ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. მადლობა. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვიცი რომ ძალიან ისეთი თემებია შენ რო არ მოგწონს ქვეყანაში ისეთი ხო მაგრამ მაინც ახლა ასე თუ ისე ცოტა ისე მივუდგეთ თავიდან მოვიკითხოთ შენი ბიჭები თომა და თემო როგორ არის ხო იმიტომ რომ მე მახსოვს მე მგონი ინგა გრიგოლიასთან აი ზუსტად ხო ინგა გრიგოლიასთან ყავდა მოყვანილი რომლებიც მღეროდნენ ბელაჩაოს ხო ბელაჩაოს აი თემო არის დიჯეი ოჯახში და ამიტომ სულ არჩევს სხვადასხვა მუსიკას ბელაჩაო იყო შარშანდელი ჰიტი ჩვენთან. მანამდე იყო კიდე რაც Good Bad და Ugly რო არის ფილმის ის და. ეხლა აქ არჩეული თქვენ გიკავშირდებათ. ხო. თქვენ რო აკეთებთ არაჩვეულებრივ მუსიკალურ მიქსებს, ხო? მიქსებს, ხო. ორი მიქსი არის, რომელიც არის ნუ სტანდარტი ჩვენთან ოჯახში და ეს არის წულაიას დროშა ვერ დაკიდენ. გოგა წულაიას დროშა ვერ დაკიდენ და მეორე რომელშიც აი პირველშიც ვარ და მეორეშიც ვარ ახლა შენ დაკიდე. ხო, ახლა შენ დაკიდე რომ დროშა რომ მიუტანე. ხო. აპუნჩი ხრება, ეპუნჩი ჩნდება. დროშა ვერ დაკიდე. დროშა ვერ დაკიდე. დროშა ვერ დაკიდე. აჯერიერი მოკ. ახლა შენ დაკიდე. ახლა შენ დაკიდე. ახლა შენ დაკიდე მოგია ძულაია ამ მუსიკას ჩვენ ვისმენთ დღეში 60 ჯერ 80 ჯერ ახლა სანამ აქ მოვდიოდი არ ჭამდა თემორა და ნუ ბოლოს უთხესო წულაიას ჩაგივა თავთან და გავარდა დაჯდა და ჭამარა მაგრამ ნუ ეს ხო კაია გასაგებია მაგრამ მანამდე ვისმენთ ამ ბელაჩაოს ვისმენთ ნუ განუწყვეტ რა და ეხლა გახდა ეს წულაია და მე ძალიან მომწონს საერთოდ ეს ადამიანი ხო, იცი რა არის? აი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უხეშია, თითქოს აგრესია, აი თითქოს რაღაცა არც ერთ მომენტში არ აქვს ნეგატივი არ აქვს და ძალიან მომწონს, მაგრამ ეგრე ხო არ მომწონს, ახლა წარმოგიდგენია, არ მთავრდება. ანუ როგორ? აი ნუ ახლა უნდა დილას რო იწყებან და რაღაც ბავშვებო რა ჩაგირთოთ YouTube-ზე და წუკაია, წულაიას რა, წუკაია და ხო და ამითი არ მთავრდება, იმიტომ რომ ეხლა თემო ხო DJ-ია და იმის მუსიკალური გემოვნების ექსპერტია ოჯახში, მაგრამ ეხლა თომა ნუ ყველაფერში უჯერებს თემოს და თომაც ესე ამითი არის მოცული, ორივენი. მაგრამ ანუ ეს გადავიდა უკვე ხა რო აღარ ვთავთ ამას. ეხლა დაიწყეს თვითონ სიმღერა. არ ვედგინე. ორი პატარა ბიჭი აი ამ ხვით დროშა ვერ დაკიდე დროშა ვერ აი იმას რო გამო ამათ რა უნდა უკრა ხო და დროშა ვერ დაკიდე მე რბილად ნაჭერი არ იყო და ეს თავდადრევდა მე თუ რაღაცა მომენტია რაღაცა რა რას ამბობს ის ბადურ ისე რა ქვია გოგი რას ამბობს ამ შობ რა არა რა უბედურება რა არის აი ნებისმიერ რამეზე წარმოიდგინე ბავშვები რომ მაგის პაროდია ამათ ხო და ხმა ჩაეხლიჩათ ესმის და ორი გოგია წულაია პატარა დაგის სახში და
ლაპარაკებიან ესე. აუდენტურება არა. აი ძალიან კი მიყვარს ეგ კაცი, მაგრამ ნუ აი ორივე და მოიფიქრა, ძიძა მოიფიქრა, რომ წულაიაო წავიდაო ქუთაისში, აღარ არისო YouTube-ზე რა და ნუ ძალიან დიდი ჩაწყობით, მაგალითად თუ რაღაცას არაკეთებს თემო, ან თომა ჩაგირთავ წულაიას, ერთ იმას ჩაურთავ და ლუბოვი რამეს გააკეთებინებ. ანუ ესე იგი ყველაფერზე გიჯერებს მე. ხო, ნუ ეს არის მისთვის რაღაცა. ეხლა მე მინდა კითხოთ, ახალი წელი როგორ გაატარე, ნუ რა არის ეხლა შენთვის მაგალითად ახალი წელი? ნუ მაინტერესებს რა. ხო, მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ხო არა, ნუ ხშირად გსტუმრობენ ჟურნალისტები. იცი რა, აქამდე ნუ ეხლა ეს კითხვა სულ იყო ხოლმე რა რაღაცა, რას აკეთებთ ახალ წელს, რაღაცა. ხო და ეს მიადვილდებოდა, იმიტომ რომ ნუ მარტო საუბრობდი ჟურნალისტებთან, ამბობდი რომ არ ვიცი ამ საკითხებზე ძირითადში მაკას და რაღაც მაკას კითხეთ თუ რომ. ეხლა ეთყობა რაღაცა ჩამოყალიბდნენ და ორ-ორი დაგვაყენეს ერთად. ხო. რამდენიმე იყო ერთად გვიღებდნენ, გესმის და ამას ვეღარ ვამბობდი მაკას კითხე მეთქი, იმიტომ რომ შენ ნამდვილად ვიცოდი რომ მანაც არ იცოდა პასუხი, რას ვაკეთებთ ახალ წელს, გესმის და თურმე ძალიან ბევრი კითხვაა მაგ მიმართულებით რა. ხო. აი მაგალითად როგორი სუფრა გაქვთ ახალ წელს? ხო, ხო არის, კი. რა ტრადიცია, წინა დღეს რას აკეთებთ? მეორე დილას რო იღვიძებთ რას აკეთებთ? თქვენ თვითონ რას აკეთებთ? ბავშვები რას აკეთებენ? გესმის და არაფერზე პასუხი არ მაქვს რა, იმიტომ რომ აი ვინ არის მეკვლე? და კიდე რაღაც გართულებებია იქ რაღაცა მეკლის რაღაცა და რა შემოაგდო, აი ხელი ამბავია რა და აი ვაფშე არ ვიცი რა ზიანი ლაპარაკი. აი წარმოდგენა არ მაქვს. 12 საათზე ხვდებით ან კი, როგორც ყველა 12 საათი. ალადა მას აი ნუ აი გოზინაყი არ მაქვს ხოლმე ახალ წელს, ის კი არა რა როგორ ხვდებით და გონია თუ რაღაცას მალავ გესმის? არა და ჩაულებრივ შეიძლება ჭიქა მიუჭახუნო და ეგ არის შენი ახალი წელი. 12 საათზე ხვდები რა თუ ეგ გაინტერესებს 12 საათზე ხვდები ხოლმე ახალ წელს. ძალიან ნამდვილად ბავშვები რას აკეთებენ? ძინავთ ბავშვებს, რას აკეთებენ? 12 საათზე. კაია, ძალიან გაბრალ. ორის ბაბუა მოდის არა. სანტა კლაუსი? გონია რომ ორის ბაბუაზე მეუბნა და სანტა კლაუსი არა, არ სანტა კლაუსი. მანამდე ვამბობდი, ეს არ მესმის, რატო უნდა მოვატყო ბავშვს წავიდე, ვუყიდო რიგში, კორონაში რაღაცა ვუყიდო, ვაჩუქო. ჩემი ფული დავხარჯო. ხო, აბა. თქვა რომ ვიღაცა ლაპლანდიელი კაცი გაჩუქა. აი რატო გამაგებინე რა? როცა შეგიძლია თქვა რომ შენ მე შვილო მიყვარ ხარ და გაჩუქე. არა. ვიღაცა ტიპს უყვარ ხარ ლაპლანდიაში, რატო? ბოლოს ისე უიმედოთ მეუბნებოდი. ნაძვისხე უხარიათ? და მეუბნები, ტყეში ვცხოვრობ. რატო გაეხარდება ამ ბავშვს ნაძვისხე? გამაგები. ტყეში ვართ. 24 საათი 12 თვე ნაძვებში ვცხოვრობ და აი სახში რატო გაეხარდება განსაკუთრებით ნაძვისხე? გამაგებინე რა. აი, მოდი მაშინ ესე ასე რომ არ გინდა ახლა ახალ წელს. დავამთავროთ. ახალი წელი დავამთავროთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. საერთოდ. აი, გადავიდეთ პოლიტიკაზე. გადავიდეთ. მოყევით, აბა რა ხდება პოლიტიკაში, როგორ ანალიზს გააკეთებდით? თქვენი გადმოსახედიდან მაინტერესებს. ნუ დღეს ის კარგია სტრასბურგის ამბავი. ხო, მინდა მოგილოცოთ. ხო, გუშინდელი ამბავია სტრასბურგმა, საქართველოს გაიმარჯვა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. ხო. ეს რა, ეს ცდილობ რო იქნება პოზიტივი, მაგრამ აი მძიმე საყურებელია ხა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თვითონ პროცესიც ხო რაღაც ისეთი მძიმეა რა რაღაცა. ხო. აი რა უყურებ ხო ეხლა ქართულ პოლიტიკას ხო ეხლა ცოტა რაღაცა სხვანაირი გახდა რაღაცა ეს ბოლო პერიოდი ხო იმიტომ რომ სხვანაირი რაღაცა პარლამენტი გვაქვს სხვანაირი რაღაცები გვაქვს და ნუ რაღაცა სხვანაირია რა თვითონ ხო ისეთი არის რომ მე ვერ წარმოვიდგენდი ამას მართლა ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ძალიან ცუდი სცენარი მაქვს ნანახი მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი მაგრამ ეხლა ეს ამას დაემატა ეს რაღაცა შიდავნებათა ღელვა, მუდმივად რაღაცების გარჩევა, ჯერ საერთოდ პოლიტიკა გონიათ, რომ მათემატიკური დარგია რა, რაც უნდა გამოიყვანო. ახალი ფორმულა, ახალი საგზაო რუკა, ახალი გადაწყვეტა და გეგონება მარტივი არ არის რა, მე შენ წაგართვი რაღაცა, არ გაძლევ და ეხლა შენ რო დაიწყო ფიქრი, რომ მოდი აბა ეხლა იცი რა, არ მომცე, მაგრამ აბა მოდი იგდადე. იგდადე და მე გავიხედე. აი რაღაც ეგეთი ვარიანტები. მარტივია რა, რაღაცა წაგართვი არ გაძლევ. ხო მარტივია, ან მომაწვევი და
შენსაც გაიტან ან არა და ან რომ მითხარ რომ არ მინდა, საერთოდაც არ მინდა. არც მინდა მქონდეს. მქონდეს რა. და მე რომ ვიტყვი რომ აი მაინც აიღე რა. ცოტა გავიყო. ხო, კაი. არ ესმით რა, იმიტომ პოლიტიკა არის ეგ მთელი ეგ რაღაცეები, აი ასე ვთქვათ, სირთულეები. მოდის მე როცა შენი ნება აჩვენე და გაიტანე შენი თავი. ეგ მე არის რაღაცეები, რაც შეიძლება აი ესე დაალაგო, მაგრამ გასწოს ის ცისფერი მთები? როგორაზე პირად ვიცი. ო. დღევანდელი ვითარებას რო უყურებ, დაახლოებით რა მახსენე ვიცი. სად არის ალოშა დევდარიანის არქივი? გეკითხები მეშე. ეგო. ზადაც კარგად იცი სად არის. სად არის ხო? და აი ეს არის რა 24 საათი ვიღაცას ეკითხება სად არის ალოშა დევდარიანის არქივი? ის პასუხობს ძალიანაც კარგად იცი და აი ახლა ამას აღარ შეგარჩენ. ეს ტიპები ეხლა მეზე ვითავა. ეს ალოშა დევდარიანის არქივს რო ითხოვე, ყველა იყო გაბრაზებულები არიან, ხო, იმიტომ რომ ძალიან პრინციპულები არიან და თუ შეგიტყვია შენა რომ ადამიანი თუ არის ზნეობრივი და პრინციპული, აუცილებლად გაბრაზებულია. ხო რა? პოლიტიკაში ხო ზნეობრივი და აი ზნეობრივი თუ არის პრინციპული, გაბრაზებული გიყურებს. როგორც მტერს გიყურებს რა. რომ შენ მე თამს არ ვიღებ და შენ ვინ ახარ ამ დროს რა და აი ეს ტიპები, ეს გაბრაზებული ტიპები, აგრესიულები, რაღაცა და ისე ერთმანეთს ეკითხებიან, ალოშა დევდარიანის არქივი სად არის? აი უყურებ ნუ რა ალოშა დევდარიანი. ხო. რა არქივი. ნუ იმედია რაღაცა ფორმას მიიღებს ეს ყველა. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ხო, ესეთ მართლა დავაკვირდი და პრინციპულები თუ არიან, აუცილებლად გაბრაზებულები უნდა იყვნენ. ხო, აგრესიული უნდა იყოს. აგრესიული უნდა იყოს გაბრაზებული. ადამიანი არ უნდა უყვარდეს რა. ხო. და ცოტა დიდი ცხვირი უნდა ქონდეს. არ ვიცი ცხვირი. აზი არა, ვარ ცხვირი. ვითომ ეხლა ეს ზედაპირულად ლაპარაკობდა და ვერ მიუხვდი ეხლა ვითომ ესე იგი რა გონი ვარ ცხვიროლოგია არის 2020 წლის არჩევნები თუ მოგეწონა კი 2020 წლის არჩევნები შევაფასე როგორც ბუკეტი რისი აი მთელი ჩვენი ძები ცნობიერი ცხოვრება რაც მახსოვს ესეთი ედვარდის პერიოდის სომხური კარუსელი. ეძიკას პერიოდის სომხური კარუსელი კიდე რა შედის მან ასლანის ოქმების გადაკეთება. მაგანიცოდა ოქმებს. კი აი ხელწერა ქონდა. ხო 2008 წლის არჩევნები თუ გახსოვს ადმინისტრაციული რესურსის და იმისი ჩართვა კი ბატონო 12 წლის არჩევნების ცემატყება კი ბატონო ეგეც იყო 18 წლის არჩევნების ძველი ბიჭები და ჩაცუცქვა უბანთან კი ეს ყველაფერი იყო ხო ეს ანუ ეს ყველაფერი იყო თითო გესმის ხო აქ აი ეს მთელი ბუკეტი შედგა ანუ იმის თქმა რომ ქართველები ისტორიას არ ვსწავლობთ და ჩვენ წარსულს არ ვაქცევთ ყურადღებას და გამოცდილებას კარგავთ არ შეიძლება ეს ყველაფერი კარგად დავიმახსოვრეთ და 2020 წელს აი ესეთი ბუკეტი გავაკეთეთ და მივიღეთ კიდევაც 1960-იანი წლების საქართველოს პარლამენტის საქართველოს СССР-ის პარლამენტი მივიღეთ აი ეგრე თუ მოხარშავ ამას მიიღებ იმას ძალიან უცნაური ის დაწუხრებული ხა მაგით არ გიდოდა მოსვლა შენ ეგ დარდი გაქვს ამდენი ხნიანი ესე ხო ეგ ნუ მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ დღეს ვამხიარულოთ მაყურებელს იმედი არ დაუკარგო არა ცხოვრების კარგი წინა სტუმრობისას მე მახსოვს მითხარი მე თუ პოლიტიკაში დავაპირებ მოსვლას თუ წერს გავიპარსაო ხო იყო ეგ ხო და აი ამ არჩევნების წინ რაღაცა ხმები გავრცელდა რომ რაღაცა მე მგონი აი ცოტა ბრიტვისკენ წაიღე ხელი. წაიღე ხელი. ხო და აი რო უკვე დაიწყე უკვე გაპარსა სახის რო უნდა დაგეწყო ეთქვა ვიღაცა მაგიკრა ხელი არქნა გიორგი არქნა ხო ეხლა ეგ მაინტერესებს ახლა რას აპირებ თქო ახლა ვაპირებ რომ
ხიპივით საერთოდ აი, თლიანად უნდა მოუწვა. გავა. მაგრამ მე მაინტერესებს აი ახლა აი ესე უმუშევარი როდემდე უნდა იყო. როდემდე რა უნდა ვაკეთო? უმუშევარი. აი წინა წელსაც ხო იყავი მოსული მაშინაც უმუშევარი იყავი. ახლაც უმუშევარი იყავი. რაღაცა მიდექი, მოდექი. რაღაცა საქმეს ეწია. რა რამე მოიფიქრე რა. მოიფიქრო სახში ვზიარ სიტყვა და საქმე იყიდე რაჯექი წაიკითხე რაღაცა. სიტყვა და რადიოს უსმენ მაგალითად ხო. და ნუ აი რა ბიზნესია რა და ამას წინათ ახლა მანქანაში უსმენდი რა ხო. ესე იგი რეკლამა რისი მიდის ანუ ბიზნესი რეკლამით ხვდები რა ბიზნესი ცოცხლობს ხო კაზინო ან ლატარეა ხო, ეგრეა. ისა რა ქვია ბანკი და სწრაფი სესხი ხო. და ნუ რაღაცა ჯამთელობის ნუ ისეთებს ამბობ თუ თქვენ გჭირთ ქრონიკული ავადმყოფობები შეგიძლიათ რაღაცა 100 წამალი დადოთ თაროზე 100 ქრონიკული ავადმყოფობა რო გჭირს წარმოგიდგენთ პეტრიერი ხან ის ხოდა კი. რა ვიფიქრეთ აი რაც ისე ჩდაბეჭდება მჩება რომ ამ ქვეყანაში ისე ადამიანები იღებენ სესხს მიდიან კაზინოში თამაშობენ და მე დანარჩენი ცხოვრება ქრონიკულად კურნავდება აი ეგ სამი ბიზნესი. ავიდა საფისესხი აიღო ითამაშო და მე მკურნავ. ეგ სამი ბიზნესი გვაქვს ხო? სუდარჩენილი ქრონიკული სამი ბიზნესია პრინციპში ხო? რა რომელი გავაკეთო აქედან არის თავი? რა გლოვოს კურიერად ვერ იმუშავებდი ხო? ცხენით. ხო, ვითომ. კაი, იცი რა, დაცვა მოგიხსნეს. ხო. დაცვა აღარ ყავს. ხო. ვინც მომიხსნა და ვინც დაწერა კანონი რომ ერთ წელიწადში დაცვა უნდა მოგიხსნან. ხო. იმას თვითონ ყავს ახლა ერთი ბატალიონი დაცვა, მაგრამ კანონით არ უნდა ყავდეს. ეს ირაკლი კობახიძე არის, მე ასე ვთქვი. ხო. ხო. ანუ ერთი წლის თანამდებობის დატოვების ერთი წლის მერე ამ კანონით მის მიერ შექმნილი კანონია. პირველ რიგში მე შემეხო. მე მგონი მარტო შენთვის დაწერეს ეგ კანონი რეალურად, ხო, ახლა ეგრეა. ეგრეა. ხო, ერთი კაცის არის ეგ კანონი მოფიქრებული რომ შენ არ ყავდეს დაცვა. თვითონ ხო დაამთავრე ერთი წლის მეტი არ არის, მაგრამ ყავს დაცვა. კანონი შეიძლება ერთი ადამიანისთვის დაიწეროს? იწერება შენთვის და იწერა ერთი კანონი. ხო. ტელევიზიაში იწერება ერთი კანონი, ჩვენთვის მაგალითად. ხო და კაია შენთვის კანონი და შენთვის კანონი დაუწერია? კი. შენთვის ლექსი მოუძღვნიათ? კანონი? მე ჩემზე დაწერეს. ორი სამი კანონი. დამაყობდე რომ შენზე კანონი დაწერეს. ბიჭო, რაღაც მომენტში კომპლექსდებოდი, იცი? აი რა სადღაც მიდიხარ მაგალითად წარმოიდგინე რაღაც საყიდვად რა. ხო. და უკან გიდგას ნუ აი რაღაცა მების კაცურობის განსახიერება, ლამაზად გაპარსული, პიჯაკში, გალსტუკში, აქეთი არაღი, აქეთ ყურსში რაღაცა და შენ გიხარ რაღაცნაირი ეს შენზე მაგარი ტიპი შენ გიცავს, გესმის და ხო და ერთხელ დაჟე რა დავემართა იცი მატარებელში ვარ ხო ნაღდამბავს გიყვები მატარებელში ვარ და შემოდის ვიღაცა გოგო ხო და თუ შეიძლება ფოტოს გადავიღებ და ნუ ეხა მე ბუნებრივად რაღაცა ავალაგეს ამაგდარი ქართველი საზოგადო მოღვაწის და პოლიტიკოსის სახე და მზად ვარ რომ ფოტო გადაიღოს და ჩამიარა და მივიდა ჩემი ერთ-ერთი დაცვის ბიჭთან რა იბოსთან გადა ნუ ლამაზი ბიჭი ნუ ძალიან გესმის და ეს დაურჩი გასა ჩაიარა შედარ ვიდეო ფოტო და ნუ მე ვერ მცნობს რა საქართველოს ქართველი იყო მაგრამ ახალი რუსეთიდან ჩამოს ხო და ეხა ის ვერ იღებს ფოტოს იმიტომ რომ დაცვის იმაშია რა მდგომარეობაში არ შეიძლება მოდუნდეს ეს გოგო ვერ ხვდება რატო არ იღებს ის ფოტოს ამასთან ამდენი ვისავკეთ ვიღაცა გამოვიძახეთ თან ეხა მე რა ერთად გადავიღოთ ფოტო რო ეხა ეს ბიჭიც გამოჩნდეს მეც გამოჩნდე მე უნდა ჩამომჭრას და თქვას აქ ვიღაცა ვიღაცა ტიპი იყო და ჩამოვჭერით და Facebook-ზე ჩემი მხარი როჭა მთელი დღის განმავლობაში ასაკეთებ ანუ ნუ სახში რაღაცა ცხენები ხო მე ბევრს დავდივარ ნუ ისედაც ყოველთვის ეხა ისე გეუბნები პროფესიულად გეუბნები რომ შენ როგორც პოლიტიკოსმა ინფორმაცია უნდა აიღო უშუალოდ ხალხისგან რა თქმა უნდა ბევრი ინფორმაციას იგებ სოციოლოგიას იმას მაგრამ აი სენს არის ინგლისურად არ ვიცი როგორ არის ქართულად აი შეგრძნება გძნობა
იმისა რას გძნობს ხალხი ეს თუ არ ჩახვედი და აი რაღაც არ გაერიე და არ ილაპარაკე და იმან რაღაც თავისი არ მოგიყვა რაღაცა პრობლემა ანუ ბირჟაზე გახარ ესე იგი. Absolutely. მართლა სერიოზულად ბირჟაზე ჩქარ. აბა სადა კაცები იკრიბებიან, ნუ ნებისმიერ ესეთ ადგილებში ბირჟა ქვია, ხო? ბირჟაზე გახარ. სად არის? თვითონ დუშეთის ბირჟაზე? დუშეთის ბირჟაზე, ახლა ანანურის ბირჟაზე ხوار ჩავალ რა დაგემართა. რა ვიცი, იქნება იქაც იცნობ ხალხს, რა ვიცი. არა, დუშეთის ბირჟაზე რა ადგილას არის? ქართული ოცნების პირდაპირ ეგრე. და იქა ბირჟა შეულები. რო არ მოდუდნენ, რო ფორმაში რო იყო. ანუ რო გამოდია შენ გიყურები ბირჟაზე. მაგრამ აი ყველაზე ინტენსივი ხო, ნუ ბუნებრივია სულ პოლიტიკის გარჩევაა რა. ხო, პოლიტიკა სუ არის, ხო, გასა. ხო, ნუ სუ არის და სუ ჩემთვის აი რაც მიუღებელია ფრაზა, რომ ქართველები ჯერ კიდე მანდამდე არ მივედით, ან რაღაცა მენტალობა უნდა შევცვალოთ, ან საქართველოს ჯერ კიდე შორსაა რაღაც და იცი რა ყველაზე მეტად მანდ რა იმას მიშვება, იცი იქვე ამ ბირჟის უკან დგას ვაჟა-ფშაველას ძეგლი რა. ხო. და სუეთი და იგივეს ვამბობ, რომ რა ვის უნდა შეუცვალო მენტალობა და ვის ელაპარაკობ რაღაც 50 კილომეტრში არა კაცო რაღაც ერთი 30 კილომეტრში ვაჟა-ფშაველა ყავდა და ხო რაღაც სოფლიო შეგიკრა და ისეთი ენერგია მოგცა და ვის რა უნდა ამ ერს კიდე რაღაც უნდა ასწავლო და ერთ ჩემი მეგობარია ძალიან ახლო კარგიო მესმისო შენ რასაც ამბობ მაგრამ მოდიო დავფიქრდეთო ეს ყველაფერიო დროში როგორ არისო რა ხო აი მაგალითად ეს ქართველებიო ძალიან მაგარი ერი ვართო ხო მეთქი ხო აი ძალიან მაგრები ვართ და დავით აღმაშენებელი და დიდგორი და ბასიანი და გონიო ჩემ ხარეს არის რა და აიო ესე იგი აი ერთიათზე მივდიოდითო ხო მეთქი ხო ეგ როგორ ხდებოდაო ალბათ ძალიან ბევრი იღუპებოდა აი იღუპებოდნენ მაგრამ ძალიან უკვე იმაში ხოდაო შენი აზრითო მაშინო ყველა მიდიოდა ომშიო ოთხარი ძირე ჩადათ ესე იგი ქუძზე კაცი და რაც ეგეთ ფრაზებს ხმარობ ხო იცი უკვე რა კაიო გავიგეო მაგრამ ბოდიშია ეს რაღაც იქაური ტერმით აი ვიღაცა ხوار ცოტა ხوار ჩათლახობდაო რა ხوار იმალებოდაო ვიღაცა ომში არ მიდიოდა ომში არ მიდიოდა მე ოთხარი იყვნენ ეგეთები ერთეულები ძირე ჩადათ არა აიო გავიგეო მაგრამ ისინი ვინც მიდიოდნენ ერთიათზეო ხო იღუპებოდნენო კი მეთქი როგორ არ იღუპებოდნენ ესე იგი ესენი მრავლდებოდნენო ისინი მეთქი სამშობლოსთვის იღუპებოდნენ ვინ მრავლდებოდაო მაშინ გამაგებინე ესენი მრავლდებოდნენ ჩატლაღები მრავლდებოდნენ ესე დაგითავ. ეხლა კარგად ეხლა ძალიან გაუბრაზდი მომენტში. აი რა უნდა მეპასუხა? ეგო ხო გძელდებოდაო ეხლა დიდგორიო მასალეთი რაღაცა. და ბოლოს რას მივიღებთო შედეგად და ბოლოს მოვედი ის საარჩევნო კამპანია ჩამეშალა იმ დღეს. ბოლოს მოვედი აქამდე. აქამდე. ნუ გადავხედე, მაინც უფრო ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს წაგებული. გადატანილი ვაფშე. გადატანილი წაგებული ბევრი ბრძოლა გვაქვს, კი. მაგრამ რა ვქნა. ბევრი ადამიანი წაგებული ბრძოლის ველზე, მაგრამ ნუ აი ვიღაცები მაინც ხო არ ვიცი. ვიღაცები მაინც ხო მრავლდებოდა. ძალიან მაგარია. ესე იგი მაინც შევძელით დღეს ხალხის კაი ხასიათზე დაყენება ბატონო გიორგი. იმედი მაქვს ხო, იმიტომ რომ ძალიან არ ვიცი მე ტრადიციებში არა ვარ ძლიერი, მაგრამ ახალ წელს უნდა კაი ხასიათზე ვიყოთ და მე მინდა რომ ეს ახალი წლები გაგრძელდება კიდე რამდენიმე თვე კიდე იქნება. რაღაცა ეგეთი ახალი წლები. მე მოგწერ რას აღნიშნავთ ახლა თქო და ამიტომ ხო და ვიყოთ კარკასიაძე და ხალისით და ბრძოლის იმედით და მაგრათ უნდა დავდო მაგრათ ძალიან დიდი მადლობა მადლობ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა მომიკითხე ბავშვები მეუღლე ბელა ჩაო დროშა ვერ დაკითხე და ასე შემდეგ ახალ გავუკეთებ გოგია წულაია მომიკითხე გოგი წულაიას მოგიკითხა აუცილებლად მინდა წარმატებები გისურვო მადლობ ჩემო კარგო ყველაფერი კარგი გქონოდეს გიორგი მარგოლაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი